აქ მოტანილი ყველა მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ დიდ სიმაღლეებზე მცენარეები მიისწრაფვიან ბაგის ისეთი მდგომარეობისკენ, ბაგის აპარატის ისეთი მდგომარეობისკენ, რომელიც მინიმალურ სიძნელეებს შეუქმნის წყლის ორთქლის, აგრეთვე CO2-სა და ჟანგბადის დიფუზიას. მაგრამ ყველა ეს სტატიკური ნიშან-თვისება ვერ უზრუნველყოფს აორთქლების და გაზთა ცვლის ბაგის მიერ, ანუ აქტიურ კონტროლს. არამედ მხოლოდ ხელს უწყობს მის შეუფერხებელ მუშაობას. მაგრამ არსებობს ერთი სტატიკური ნიშანი, ფოთლების ანატომიის ერთი უნივერსალური ტენდენცია და კერძოდ ეს არის სიმაღლის მატებასთან ერთად ფოთლის სისქის გაზრდა, რომელიც ხელს უწყობს ფოთლის შიდა დიფუზიის გზის დაგრძელებას. მაგრამ ეს საკითხი ჩვენ უმჯობესი იქნება განვიხილოთ მაშინ, როდესაც მცენარეთა CO2 გაზთა ცვლას შევეხებით, ვიდრე ეხლა აი წყლის რეჟიმის დროს. ვინაიდან ეს ორი პროცესი, წყლის ბალანსი და CO2 გაზთა ცვლა, ეს ორი უმთავრესი პროცესი ძალიან მჭიდრო კავშირს ავლენს ერთმანეთში და ამიტომ უმჯობესი იქნება მაშინ დაწვრილებით განვიხილოთ. ერთად აღებული ყველა სტატიკური ნიშან-თვისება, რომელზედაც ჩვენ გვქონდა საუბარი ამ ლექციის მანძილზე, აჩვენებს, რომ ალპური მცენარეები საკმაოდ უპრობლემო წყლის რეჟიმის პირობებში იმყოფებიან, ან მათი წყლის რეჟიმი საკმაოდ უპრობლემოდ მიმდინარეობს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არც სტრესები აწუხებთ, წყლის სტრესი, მაგრამ ძირითადად და ზოგადად მათი წყლის რეჟიმი ბალანსირებულია და ნორმალურად მიმდინარეობს. მოცემულ სურათზე ჩვენ კიდევ ერთ საინტერესო კვლევის შედეგებს ხედავთ, კერძოდ სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება და საკმაოდ მნიშვნელოვნად ფოთლის ზომები, ფოთლის ფართი. და აქვე არის მოცემული აი ამ მცენარის მარმუჯის ფოთლის დიფუზიური გამტარობის დღიური დინამიკა. დღის მანძილზე დღიური დინამიკა სხვადასხვა სიმაღლეზე. დაწყებული 1635 მეტრიდან 2540 მეტრით დამთავრებული ევროპის ალპებში. და ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად აღინიშნება მაქსიმალური გამტარობის ზრდა, ერთი მხრივ ფოთლის ზომის შემცირება და მკვეთრი შემცირება, მეორე მხრივ გამტარობის ზრდა. და ამ გამტარობის პერიოდის, აქტიური გამტარობის პერიოდის გადანაცვლება დილის საათებიდან უფრო შუადღის საათებისკენ. ხედავთ აი დაბალ სიმაღლეზე დილით უფრო მაღალი ციფრებია მიღებული, შემდეგ მაღალ სიმაღლეებზე ხდება ეს დღიური მაქსიმუმების წანაცვლება უფრო შუადღის საათებისკენ. რატომ? იმიტომ რომ მაღალ სიმაღლეებზე ტემპერატურა დილის საათებში არის ძალიან დაბალი. ეგერთი, მეორე, ჰაერის ტენიანობა და ნისლიანობა მაღალია, რაც ასევე გასტაცვლას უშლის ხელს და უშლის ასევე წყლის ორთქლის მიმოცვლასაც. და მესამე, მცენარეს სჭირდება გარკვეული პერიოდი ღამის სიცივის შემდეგ ფუნქციური აღდგენისათვის. ბოლოს ჩვენ დაგვჭირდა ერთი საკითხი, კერძოდ წყლის ბალანსის კონსტიტუციური ტიპები, რამდენიმე ძირითადი კონსტიტუციური ტიპია. ამას ამ ლექციის განმავლობაში ჩვენ ძალიან გაკვირით შევეხებით და კარგად უფრო დიდ ყურადღებას მივაქცევთ აი სემინარების დროს, როდესაც სემინარული მუშაობა დაიწყება. რა ტიპებია ეს? ეს არის ჰიდროსტაბილური და ჰიდროლაბილური მცენარეები. აი ჰიდროლაბილური მცენარეები, ეს არის ფართოფოთლოვანი ხემცენარეებისთვის დამახასიათებელი, ეს არის სკლეროფილური ხემცენარეებისა და ბუჩქებისთვის დამახასიათებელი, ანუ ბუჩქები, რომლებიც
მშრალ პირობებში ცხოვრობენ. ეს არის ზომიერი სარტყლის ცივი რეგიონების ჯუჯა ბუჩქებისა და ბალიშებისთვის დამახასიათებელი კონსტიტუციური ტიპი. მეზოფიტური ნაირბალახებისა და ჰიგროფიტების, ანუ წყლის მცენარეებისთვის, მარცვლოვნების და ისლების, უდაბნოს ჰემიპარაზიტების, ანუ ნახევრად პარაზიტების და ეპიფიტური ჭურჭლოვანი მცენარეების. დიდი გაბარიტების გამო ხე თავიდანვე იმყოფება გაუწონასწორებელ წყლის ბალანსის პირობებში. ხის გაბარიტები მაინც უზარმაზარია და თქვენ წარმოიდგინეთ მისი ნახევარი მასისა არის წყალი. ვარჯის სხვადასხვა ნაწილის ტრანსპირაცია ასევე განსხვავებულია. ჰიდროსტაბილურობით გამოირჩევიან ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ხემცენარეები. ეს რაც შეეხებოდა ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხემცენარეების კონსტიტუციურ ტიპს წყლის ბალანსისა. აი სკლეროფილური ხემცენარეები და ბუჩქები იზრდებიან გვალვიან და სეზონურად ცვალებად კლიმატის პირობებში, მათ შორის მთებშიც. აქვთ პატარა საშუალო ზომის ფოთლები, არიან როგორც ჰიდროლაბილური, ასევე ჰიდროსტაბილური მცენარეები და გააჩნიათ გაფანტული და ვიწრო ჭურჭლების მქონე გამტარი სისტემები ღეროებში. ზომიერი სარტყლის და ცივი რეგიონების ჯუჯა ბუჩქები და ბალიშა მცენარეების ბაგის აპარატი არის ძლიერ მგრძნობიარე გამომშრალი ჰაერის მიმართ. ამიტომ მათი ბაგეები გახსნილია დიდი ხნის განმავლობაში და არც თუ მაღალი ტრანსპირაციის პირობებში მათი წყლის ბალანსი მიუხედავად ამისა არ იძაბება. ესე იგი, აი ამ ბაგეების სწრაფი გახსნა დაკეტვის მიხედვით ხდება ამ კონსტიტუციური ტიპების გამიჯვნა ერთმანეთისგან და როგორც ვნახეთ, შეიძლება ბაგეები საერთოდ ბოლომდე 100%-ით არც არასდროს იკეტება. ძალიან პატარა ხვრელი თხელი ფენა რჩება გახსნილი და იქ რაღაცა დიფუზიური გზებით მიმოცვლა მაინც ყოველთვის მიმდინარეობს. მაგრამ არიან მცენარეები, როგორც აი ეხლა ვახსენეთ, ეს ჯუჯა ბუჩქები და ბალიშა მცენარეები, რომელთა ბაგეები უმეტესი დროის მანძილზე არის გახსნილი, მათ არ ახასიათებთ ბაგეების სწრაფი დაკეტვა და სწრაფი გაღება და მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი არ განიცდიან მაინც წყლის სტრესს. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი ლექციის ძირითადი შინაარსი, ნაწილობრივ რაღაც საკითხებს უფრო ღრმად ჩავუყურებთ, როგორც გითხარით სემინარზე და შემდგომი მე-12 და მე-13 ლექცია მიეძღვნება მცენარეთა CO2 გაზთა ცვლის საკითხებს. მადლობთ ყურადღებისთვის.